ბირთვულ თავდასხმაზე საუბარიც კი თავს არ დამცემია ადამიანების დიდი ნაწილისთვის და ამიტომ ვილაპარაკებ როგორ გადავრჩეთ ბირთვული თავდასხმის დროს. სუფთა სამედიცინო კუთხით რაც კი შეიძლება აინტერესებდეს ადამიანს, პრინციპში ყველაფერს დავფარავ დღევანდელ ვიდეოში. ეს არ არის შესანიშნებლად ვინმესი და არ ვამბობ რომ ბირთვული საფრთხის რისკის ქვეშ ვართ, ან რომელიმე ქვეყანა ეხლა რაღაც კონკრეტული რაღაცა მოსალოდნელია, ასე არ არის. უბრალოდ რომ ვიცოდეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, როგორ უნდა ვიყოთ მომზადებული, რადგან კომენტარებში ბევრი ადამიანი მეკითხება ხოლმე და ამიტომ ვთვლი რომ ამ თემაზე საუბარი ნამდვილად ღირს. პირველ რიგში რა არის ბირთვული იარაღი? ეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვა და ანუ აზრი ბირთვული იარაღის არის ესეთი რომ ჩვეულებრივ ასაფეთქებლებზე, რასაც ისვრიან, იმათზე ბევრად ძლიერია. ბევრად ძლიერში იგულისხმება 1000 ჯერადად ძლიერიან, შეიძლება რამოდენიმე 1000 ჯერადად ან ასეულჯერ ძლიერი და ასე. თანამედროვე ბირთვული იარაღი იმაზეც ბევრად ძლიერია, რაც ჰიროსიმა და ნაგასაკში გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომის დროს. ანუ იმ ბირთვული იარაღზეც კიდე უფრო ბევრად ძლიერი ბირთვული იარაღებია ეხლა. რაც აქვს, ცნობილია რომ 9 ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი: ამერიკა, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩრდილოეთ კორეა, ისრაელი და ჩინეთი, რა თქმა უნდა. ახლა რაში მდგომარეობს ეს ბირთვული აფეთქების იდეა? მოკლედ ჩვენ ყველანი შევდგებით ატომებისგან, ფიზიკაში ალბათ გისწავლიათ რომ ატომები არის უმცირესი ნაწილაკი, რისგან შევდგებით. ყოველ შემთხვევაში ესე გვასწავლეს, იმაზე პატარებიც არის, მაგრამ უმცირეს ერთეულად იყო დაყოფილი ატომებად მატერია მოკლედ. თვითონ ატომიც შედგება რაღაცეებისგან, რა და შედგება ბირთვისგან და ბირთვის გარშემო ელექტრონებისგან. და ეს ბირთვი არის ძალიან მყარი ზოგადად. და ბირთვის გახლეჩა არ ხდება ადვილად. მაგრამ არსებობს რადიოაქტიური ნივთიერებები, მაგალითად урანი, პლუტონი, ეს პლუტონი, რომლებიც არიან როგორც რო თქვა რომ აი დიდი ბოჭკა გაბერილი რა, რომელიც აი გახეთქვაზეა. ეგეთი დიდი ბირთვები აქვს მოკლედ მაგათ და არასტაბილურია რა და ერთი ცვლილებაც კი მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგალითად აი ნეიტრონის დამატება, ბირთვში რომ ნეიტრონები შეუყარო, იწვევს ამ ატომის გახლეჩვას. ატომის გახლეჩვას იწვევს პირდაპირ გაგებით, როგორც გაიხლიჩოს ნებისმიერი რამე ვაშლი, თქვა გაიხლიჩოს შუაზე ეგრე. ხო და აი ეს რადიოაქტიური ნივთიერების ატომები იხლიჩება და აი გახლეჩვის პროცესში უზარმაზარი ენერგია წარმოიქმნება. აი ეგ არის ატომური ბომბის აზრი. და რაშია საქმე, რომ ინიცირებას აკეთებენ, თავიდან გახლიჩავენ ამ ატომს და მერე ის იმდენად დიდ ენერგიას და ნეიტრონებს გამოყოფს, რომ სხვა ატომებსაც მოედება, იმათაც ხლიჩავს და შემდეგ უზარმაზარი აფეთქება წარმოიქმნება. ეგ არის ატომური ბომბის აზრი. ახლა პრობლემა არის ატომურ ბომბთან ორი. ერთი ეს უზარმაზარი ენერგია, რომელიც მოდის და მეორე არის, რომ ამ აფეთქების დროს ეს ბირთვები ხო იხლიჩება ამ ურანის ან პლუტონის ბირთვები რო იხლიჩება, ესენი უკვე სხვა ნივთიერებად გარდაიქმნება, მაგალითად იოდად, ცეზიუმად და სხვა ნივთიერებად გარდაიქმნება. ის ნივთიერებებიც რადიოაქტიურია და ანუ მოკლედ რადიაცია ვრცელდება, ანუ აფეთქებასთან ერთად ვრცელდება უზარმაზარი რადიაცია. აი ეგ არის მთელი ამბავი. მარტო აფეთქებას გაუძლებდა კაცი, ხო შეიძლება გავხიზნოთ მთელი ქალაქი და კარგად იყოს ყველა აფეთქდეს ქალაქი მარტო და არაფერი, მაგრამ რადიაცია ვრცელდება უზარმაზარი, ძალიან ძლიერი. და ეს რადიაცია არა მარტო პირველი წამების განმავლობაში, არამედ წლების განმავლობაში მოქმედებს ადამიანებზე და ეგ არის კატასტროფა რეალურად.
ეხა მეორე ტიპის ბომბი, რომელსაც თერმობირთულ ბომბს ეძახიან, ან წყალბადის ბომბს ეძახიან კიდე, ეგ განსხვავდება ატომური ბომბისგან. ატომური ბომბის დროს თქვით, რომ ანუ ორივე ბირთვულია, მაგრამ აქეთ გვაქვს წყალბადის ბომბი, ერთი რომელიც უფრო ძლიერია, უფრო თანამედროვე და მეორე მხარეს გვაქვს ატომური ბომბი, რომელიც ძველია, რომელიც ხიროსიმა ნაგასაკიში ჩამოყარეს და რომელიც ჩრდილოეთ კორეას აქვს. და აი რუსეთს, ამერიკას, ჩინეთს და ეს განვითარებულ ქვეყნებს აქვს მოკლედ თერმობირთვული იარაღები. ახლა თერმობირთვulis აზრი რა არის, რომ იქაც ვიწყებთ რეაქციას იმითი, რომ ის პატარა ატომური აფეთქება უნდა მოახდინო მოკლედ და მერე წყალბადის ატომები გვაქვს და წყალბადის ატომების ბირთვების შერწყმა ხდება და წარმოიქმნება ჰელიუმი და წარმოიქმნება ამავდროულად უზარმაზარი ენერგია, უფრო დიდი ენერგია. ეს პროცესია რაც ხდება მზეზე. ანუ ეხლა ადამიანი ფიქრებს, რომ რა კარგია წყალბადის ის კი ძლიერია წყალბადის ბომბი, მაგრამ იქ თუ რადიაცია იფრქვეო და აქ რადიაცია არა, ხო? წყალბადი თუ ერწყმის ერთმანეთს რა რადიაცია უნდა წარმოიქმნას, ხო? მაგრამ ეგრე არ არის. უმეტესობა ეს წყალბადის ბომბები გარედან დაფარულია ფენით, ისევ ამ ურანიუმით, ამ ურანით, ან პლუტონით. და აფეთქების დროს ეს რადიოაქტიური ურანიც აქტიურდება მაგ დროს და ფეთქდება და მაინც გამოიყოფა რადიაცია და არანაკლები, უფრო დიდიც ზოგჯერ. ამიტომ რომ როგორი ბირთვული იარაღიც არ უნდა გამოიყენონ, რადიაციისგან თავს ვერ დავიცავთ, მოკლედ რადიაციული გამოსხივება მაინც იქნება. ეგ არის მთელი ამოსახსნელი პრობლემაც აქ რაც ბირთვულ იარაღს ახასიათებს. კიდე არის სხვანაირი ბირთვული იარაღები, რომელსაც ეძახიან მაგალითად ნეიტრონული ბომბები. ნეიტრონული არის ძალიან დიდ რადიაციას ასხივებს, მაგრამ აფეთქება პატარა. ეგ შექმნეს თავის დროზე იმისთვის, რომ ხალხი გაეჟურათ, მაგრამ შენობები გადარჩენილი იყო, ანუ რა ჯანდაბათ უნდა შენობები თუ ხალხი არ იქნებოდა და მაგრამ აი ეგეთი ბომბი შექმნეს და ნუ ეგ ეხა არც გამოუყენებიათ არასდროს პრინციპში, მაგრამ შლიან რაც კი გააკეთეს, მაგეებსაც შლიან და ეგ აღარ იქნება. მეორე არის ბინძურ ბომბებს რო ეძახიან, ბინძურ ბომბები ეგ ნამდვილი ბირთვული არ არის. ეგ არის ჩვეულებრივი ბომბები, რომელსაც ზედ მიბმული აქვს მოკლედ რადიოაქტიური ნივთიერება და ფეთქდება და აფრქვევს რადიოაქტიურ ნივთიერებას. ეს არის პანიკის დასათესვად და ხალხში იმაში რომ რადიაცია გაავრცელონ, ეგ უფრო შეიძლება გამოიყენონ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, ქვეყნები როგორც წესი არ იყენებენ ხოლმე და ეგ ნამდვილი ბირთვულიც არ არის მოკლედ. ახლა რისი მაღალი ალბათობა რომ გამოიყენო, რომელი ატომური ან ბირთვული იარაღს. ყველაზე მაღალი ალბათობა არის რომ გამოიყენონ ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ხო არც ვინ გამოიყენებს და როდის გამოიყენებს, მაგრამ ექსპერტების უმეტესობა თანხმდება რომ თუ გამოიყენებენ მაღალი ალბათობით გამოიყენებენ ტაქტიკურს. ხო ახლა ტაქტიკურს და სტრატეგიული შორის განსხვავებაა. ტაქტიკური არის სუსტი. ტაქტიკური სტრატეგიული ბირთვული იარაღი არის ძლიერი. სტრატეგიული აი ჩათვალეთ რომ ერთი მთლიანი ქალაქის განადგურება შეუძლია, ზოგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის განადგურება თუ პატარა. ანუ სტრატეგიული ბირთვული იარაღს აქვს უზარმაზარი დამანგრეველი ძალა და ტაქტიკურს აქვს შედარებით მცირე. ტაქტიკური არის 50 კილოტონამდე. თუ ჩავთვლით, რომ თუ ავიღეთ საზომად ხიროსიმა ნაგასაკიში და ჩამოაგდეს 15-21 კილოტონის ბომბები იყო, ანუ მათზე უფრო სუსტები და მათზე უფრო ცოტა ძლიერები, მანდ მერყევს ტაქტიკური. მაღალი ალბათობაა, რომ სადაც 50 კილოტონის ფარგლებში თუ გამოიყენებენ დაახლოებით მაგ სიძლიერეს გამოიყენებენ და მაგის გარშემო ვისაუბროთ დაახლოებით რო ვთქვათ, რომ აი ეგეთი თუ ჩამოაგდეს, მაგ დროს რა მოხდება, რო ვის რა დაემართება და როგორ დავიცვათ თავი. როცა აფეთქება ხდება, მოკლედ 4 სახის ძირითადი ენერგია გამოიყოფა რა. ერთი არის თერმული რადიაციას ეძახიან. თერმული რადიაცია შეიძლება წარმოიდგინონ როგორც ჩვეულებრივი სიცხე, ოღონდ ძალიან ძლიერი სიცხე, აი როგორც
ცეცხლი, როგორც აი მზე და ლომოდ ძლიერი მოკლედ. მეორე არის შოკ-ვეივს ეძახიან ან შოკური ტალღა ან აფეთქების ტალღა. აფეთქების ტალღა შეიძლება წარმოიდგინო როგორც ჰაერი, რომელიც შეკუმშული ჰაერი, რომელიც ძალიან ძლიერად ვრცელდება, ურტყავს ყველაფერს რა და ძალიან ძლიერი დარტყმის ძალა აქვს. როგორც ან ჩაქუჩი, რომელიც მოძრაობს და ანადგურებს ყველაფერს. ეს ჰაერი, რომელიც მოძრაობს რის სიჩქარეზე უფრო ჩქარა და ურტყავს ყველაფერს ძალიან ძლიერად. ეგ არის შოკური ტალღა. მესამე არის გამა-გამოსხივება, ანუ თავდაპირველ რადიაციას ეძახიან, ან ძლიერი გამოსხივება ძალიან და ნეიტრონული გამოსხივება. ეხლა ეგ რა არის? ეს გამა-გამოსხივება არის თავიდან წამოსული ძლიერი რადიაციული გამოსხივება, რომელიც აღწევს თითქმის ყველაფერში და ძლიერად აღწევს მოკლედ და არასტაბილურს ხდის ყველაფერს მოკლედ და ანგრევს მაგალითად დნმ-ს, უჯრედებს, ქსოვილებს და ასე. და შეუძლია რომ ადამიანი მოკლას წამებში, წამიც არ ჭირდება მაშინვე დაშალოს ყველაფერი მოკლედ თუ ძალიან ახლოსაა და ძალიან ძლიერია და მერე სუსტდება. საბედნიეროდ ამ გამოსხივებას ის აქვს რომ რაც უფრო მოშორდები, მით მეტად ნაკლებია მოკლედ შანსი რომ რამე მოვიდეს ადამიანს, იმიტომ რომ რაც მეტი მანძილი გადის, მით მეტად სუსტდება ეს გამოსხივება. თუმცა ახლო პერიმეტრში ძალიან ძლიერია მოკლედ. და ყველაფერს გადაძლევს რადიაციას. და მეოთხე სახის გამოსხივება არის ელექტრომაგნიტური პულსი და ელექტრომაგნიტური პულსი პირდაპირ ადამიანზე არ მოქმედებს მომაკვდინებლად, მაგრამ მოქმედებს აი წყობილიდან გამოყავს ელექტრონული მოწყობილებები, კომუნიკაციები და ეგეთ რაღაცეები მოკლედ. ახლა რა მოხდება თუ რომ ჩამოვარდება, სად რა მოხდება მოკლედ? აი აღებული გვაქვს დაახლოებით 50 კილოტონის სიძლიერის ისა ბომბი. 2 კილომეტრის რადიუსში მოკლედ ყველაფერს განადგურებს რა, ანუ ყველაფერს განადგურებს. ადამიანს შანსი არ ექნება 2 კილომეტრის რადიუსში იქნება მზესავით რა, რომ აი ყველაფერს განადგურებს. 2 კილომეტრზე მეტი, ანუ 4 კილომეტრის რადიუსში ძალიან ბევრ რამეს განადგურებს და ადამიანის დიდი ნაწილი მიიღებს მესამე ხარისხის დამწრობას. მესამე ხარისხის დამწრობა მოკლედ ცვლებამდე ჩაატანს დამწრობა რა. ანუ ვიღაცები გარკვეულ პირობებში გადარჩებიან, ახლა ვიღაცა თუ ფანჯარასთან იდგება, თუნდაც სახლში იყოს, დაწყავს იმას მოკლედ და მაღალი ალბათობით ვერ გადარჩება. 8 კილომეტრის რადიუსში ვინც იქნება, 4-დან 8-მდე ვინც იქნება, ის ადამიანები, აი მყარ სახლში ვინც იქნება და ფანჯრებისგან მოშორებით, მოკლედ უმეტესობა გადარჩება. და ხო ფანჯრებისგან მოშორებით, იმიტომ რომ ეს შოკური ტალღა და ეს აფეთქების ძალა იმაში ურტყავს ფანჯრებს რაღაცას და ან ფიზიკურად შეიძლება გადააგდოს კიდე ადამიანი ისროლოს და შესაბამისად ამისგან იცავს და ამიტომ არის რომ ყველაზე მთავარი მაგ დროს არის რომ ადამიანი უნდა იყოს შენობაში და არა მინდორში არ უნდა შეხვდე ატომურ აფეთქებას მოკლედ თუ ბედი გაქვს. ხო. ეგეთი ადამიანებისაც მეორე ხარისხის დამწრობა, ზოგი მესამეს ესე მიიღებს, მაგრამ უმეტესობა მაინც გადარჩება და 10 კილომეტრზე შორს ვინც იქნება, უმეტესობა გადარჩება. მით უმეტეს თუ სახლში იქნება, გადარჩება ის ადამიანი ამ აფეთქებებისგან. ეს უშუალოდ ეს აფეთქების დროს ზიანი რაც ხდება. ახლა ვისაუბროთ რადიაციაზე. რადიაცია რაც ატომურ ან ბირთვულ ბომბს ახლავს თან, როგორც ვთქვით, არის თავდაპირველი რადიაცია და მეორე fallout-ს ეძახიან, მეორე რადიაცია, ან ორნაირი რადიაცია აქვს რა. პირველი რადიაცია ეს გამასხივები და ნეიტრონები, რომელიც არის ძალიან მომაკვდინებელი, მაგრამ ძალიან მცირე რადიუსში მოკლედ. და ეს გამოსხივება არის უძლიერესი პირველ წუთებში და მერე ძალიან წირდება მოკლედ. ხო, პირველ წამში ვისაც მოხდება, შანსი არ აქვს მოკლედ რა. და ასევე შეიძლება გაჯერდეს ჰაერში შენობები და რადიაციული დაბინძურება მიიღოს ტანსაცმელმა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ძლიერად აბინძურებს რადიაციით ყველაფერს. ხო.
და მეორენაირი გამოსხივება ეს fallout-ი რაც არის რომ აი ეს რომ თქვით რომ დიდი ურანის ატომები დაიყოფა პატარა ატომებად და ეს პატარა ატომები არის სხვადასხვანაირი მაგალითად იოდი, ცეზიუმი და სხვა პლუტონიუმი, ბარიუმი, კრიპტონი, ეგეთ ელემენტებად დაიყოფა მოკლედ და ეგენი ვრცელდება ძალიან დიდი კილომეტრების რადიუსში რა და ძალიან დიდი მნიშვნელობა ქარმა შეიძლება წაიღოს 400-500 კილომეტრით იქითაც და შეიძლება მეტიც კიდე ანუ ასეულობით კილომეტრი შეიძლება წაიღოს ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აფეთქების მომენტში და აფეთქების შემდეგ დღეებში ქარი საით დაუბერავს მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო აი ამ რადიოაქტიური იმებიდან რომ წარმოიქმნა ელემენტებიდან ყველასაში არის რადიოაქტიური იოდი რომელიც აჩენს ფარისებრი ძირკვლის კიბოს მოკლედ რომელიც არის ძალიან საშიში და თავიდან ძალიან საშიში ამ რადიაციებიდან ნუ ყველაზე ძლიერი და ყველაზე მეტი ეგ გამოიყოფა და განსაკუთრებით ბავშვებისთვის მაგალითად თან რისკს ზრდის როგორ ძალიან აი ვთქვათ იგივე რომ მოხდა უკრაინაში საფეთქება ბელარუსიაში წლების განმავლობაში ბავშვებში ისა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკმა მოიმატა მნიშვნელოვნად ხო მნიშვნელოვნად იგულისხმება რამდენიმე ისა ათეულჯერ და არა ის კი არა 5% ან 10% 1000% 5000% ესე მოიმატა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების რისკმა. სხვა რაც გამოიყოფა ცეზიუმი და ეს ბარიუმი და რაღაცები, ეგენიც იწვევენ კიბოს რისკს, ეგენიც ზრდიან და ოღონდ ეგენი ლეიკემიების რისკს, მკერდის კიბოს, ფილტვის კიბოს და ოღონდ იმდენად არა და ეგენი 10 წლების განმავლობაში მაგალითად თუკი ეს იოდი რადიოაქტიური იოდი მალევე ზრდის განსაკუთრებით ბავშვებში თუმცა ხანგრძლივადაც შეიძლება კონდეს გავლენა მაგრამ უფრო მეტად მოკლედ დროში ზრდის რადიოაქტიული იოდი და სხვა რადიაციული ელემენტები რომელიც გამოიყოფა 10 წლების განმავლობაში ზოგჯერ განსაკუთრებით სოლიდური სიმსივნეების რისკს ზრდიან 10 წლის ფარგლებში 20 წლის ფარგლებში აი მაგალითად მკერდის კიბოს რისკს და ფილტვების კიბოს რისკს ხო ამიტომ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ერთი რომ ახლოს არ იყო რადიაციასთან და მეორე გაგიმართლოს ახლა როგორაა საქმე ამ რადიაციებიდან იოდს აქვს ნახევარდაშლის პერიოდი ძალიან მოკლე დრო რა ანუ აი საათებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დღეებსაც და 30 დღის ფარგლებში უკვე ძალიან დაბალი რადიაცია კი არის ისევ მაგრამ დაბალი რადიაცია და ამ ცეზიუმს, ტრონტონიუმს ნახევარდაშლის პერიოდი აქვს წლები 10 წლეულები რა, ანუ 10 წლეულები ჩერდება და მოკლედ ძალიან ის არის ცუდია. მაგრამ თუმცა კარგი ის არის რომ შედარებით ცოტა გამოიყოფა ეგენი და შედარებით ნაკლები რისკი აქვს. მალევე, ანუ აფეთქებიდან მალევე რადიაციული ავადმყოფობა შეიძლება მიიღოს ადამიანმა რადიაციულ ავადმყოფობას ეძახიან პირდაპირ მაგას რომელიც გამოიხატება როგორც გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანის დამწრობა, თმების ცვენა და ძვლის ტვინის ფუნქციის მოშლა და ინფექციები, სისხლდენა და მოკლედ ადამიანი შეიძლება მოკვდეს მალე მაგითი. ამაზე მკურნალობა, კლინიკური მკურნალობა ჭირდება, სახლის პირობებში ამას ვერაფერს ვერ უძლევ. შესაბამისად, ამას აუცილებლად კლინიკა ჭირდება. ასევე სხვა დაავადების რისკიც იზრდება, ანემიის, იმუნური სისტემა შეიძლება შესუსტდეს, კატარაქტის, დაბერების, ორგანიზმი ბევრად უფრო მალე ბერდება. ლეიკემიის რისკი ოთხმაგდება მაგალითად ამ ვინც მაგ რადიაციას მიიღებს 10 წლის განმავლობაში და მკერდის კიბოს რისკი 30 წლის განმავლობაში ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიმსივნეების რისკის წინაშე დგება ამ რადიაციით რეალურად ადამიანი. ახლა ვთქვათ როგორ უნდა მოვიქცეთ.
ხო, ნუ მეც მაგვაშორეთ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც რო ვიცოდეთ. პირველ რიგში არის რომ რაზუსანა შეხვდე ფეხზე მდგარი, არანაირ აფეთქებას ყოველთ ჯობია რომ შეხვიდესადმე დაწვე, რომ აი ეს აფეთქების ტალღამ არ გადაგაგროს, არ მოგისროლს, არ რამე არ მოგხვდეს და ასე. არასდროს არ უნდა იყო ფანჯარასთან ახლოს. რაც უფრო სქელია, აი მარტივ წესად უნდა დაიმახსოვროს ადამიანმა. რაც უფრო სქელია კედელი, რაც უფრო მეტი შრე აქვს კედელს, რაც უფრო მოშორებული ხარ და ქვევით ხარ მიწიდან, მით უკეთესი. ანუ მიწის ქვეშ რაც უფრო ღრმად ხარ და რაც უფრო სქელი კედლები აქვს, მით უკეთესი, რაც უფრო დახურულია სივრცე და არ გაკავშირებს არაფერი კონდიციონერი და ეგეთი რაღაცები არ გაკავშირებს გარე სამყაროსთან, მით უკეთესი. ანუ მაქსიმალურად დახურული უნდა იყოს ყველაფერი მაქსიმალურად რომ იმ მომენტში აფეთქების მომენტში იყო რაც შეიძლება მეტად დაცული. ფანჯრებთან ახლოს არ შეიძლება ყოფნა და რაც შეიძლება ღრმად უნდა ჩახვიდე. ნუ შეიძლება სარდაფში, შეიძლება რის საშუალებაც არის, შეიძლება მეტროში და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ რაც უფრო ღრმად ჩავა ადამიანი, მით მაღალი შანსი აქვს რომ გადარჩეს. პირველი 24 საათი აი წესია რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს ადამიანმა. პირველი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. პირველი 24 საათის მერე რადიაციის, იმ თავდაპირველი რადიაციის თითქმის 1%-მდე ჩამოდის. ნუ უზომოდ დიდია თავიდან რადიაცია და მერე მცირდება ძალიან და ან პირველი 24 საათი მოკლედ აუცილებელია რომ არ დატოვოს ადამიანმა თავშესაფარი. მათ შორის პირველი 1 საათი კიდე კატასტროფულად მნიშვნელოვანია. ყველა კარი დაკეტილი უნდა იყოს, ფანჯრები დაკეტილი უნდა იყოს, კონდიციონერება გამორთული უნდა იყოს, რისი ამოქოლვაც შესაძლებელია, ამოქოლილი უნდა იყოს, წყალი შიგნ არ უნდა შემოიტანო გარედან, ანუ წყალი უნდა გქონდეს დახურულ სათავსოებში, დახურულში მომარაგებული უნდა გქონდეს, რა ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ვინმე არის კონტამინირებული, აი გარედან შემოვიდა, მაგალითად ვინმე სასწრაფოდ უნდა გაიხადოს ტანსაცმლის გახდა და პარკებში ჩაწყობა, ან პარკში უნდა ჩაწყო და შეკრა მენტულად ეს პარკი. მაგან შეიძლება რომ 90% მოაცილოს რადიაციის ადამიანს. ანუ უზომოდ მნიშვნელოვანია რომ გაიხადოს ადამიანმა ის ტანსაცმელი, წყლით უნდა დაიბანო, საპნით და წყლით. ოღონდ ძალიან არ უნდა იხეხო კანი, იმიტომ რომ შეიძლება უარესად დაიზიანოს და ადამიანმა დამწრობა და ნუ თუ საშუალება არ არის, წყალი არ აქვს ადამიანს, მაშინ სველი სალფეტკით. ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ რადიაციას ძალიან მოაცილებს ეგენი რა. ანუ რადიო უნდა გქონდეს, ტელეფონი, დამტენი და ეგეთი რაღაცები, ნუ დენი არ იქნება, მაგრამ ეს ხელსატრიალებელი რადიოს დამტენი რო ან პოვერბანკები, რომელიც დიდხანს ძლებს და ესე რაღაც საშუალება მოკლედ თუ ადგილობრივად ექნება ადამიანს, თლად კარგი, რითიც განსაკუთრებით, იმიტომ რომ შეტყობინება ავტორიტეტების შეტყობინებას მოისმინო, ადგილობრივი მთავრობა იქნება თუ ვინც იქნება, ინფორმაცია მიიღო, მოკლედ რომ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში არ იყო. მნიშვნელოვანია რომ რაიმე მოწყობილობა განსაკუთრებით რადიო ქონდეს ადამიანს. მე მნიშვნელოვანი კითხვა ახლა რომ იოდი მოვიმარაგოთ, იოდი დავლიოთ. ჯერ ერთი არის რომ ეხლა იოდი რაშია საქმე, რატო ამბობენ იოდს. ხო თქვით რომ იოდი რადიოაქტიური იოდი ფარსებრივ ჯირკვალში გროვდება და იწვევს ფარსებრივ ჯირკვლის სიმსივნეს და თუ მანამდე დალევ კალიუმის იოდიც, ოღონდ აბებია ეგენი, ანუ ეს იოდი არ არის, იოდიზირებული მარილი ჩვეულებრივი არ არის, ან არც იოდის წვეთები რო იყიდება, იმის დალევა არ შეიძლება. ეგენი არა, კალიუმის იოდიდი აბები უნდა დალიოს ადამიანმა და თუ დალევ პრაქტიკულად 90%-ით შეიმცირებ აი რადიოაქტიური იოდის მიღების რისკს და მაგას აქვს მოკლედ კარგი ეფექტი და თუ მომარაგებული ექნება ადამიანს ღირს დალევა კი რომ კალიუმის იოდიდი ქონდეს და დალიოს რომ ფარსებრივ ჯირკვლის სიმსივნის რისკი შეიმციროს მაქსიმალურად. ერთ-ერთი კაი, იმიტომ რომ ანუ რეალურად გაჯერდება ფარსებრივ ჯირკვალი მაგ იოდით და ახალი იოდი, რადიოაქტიური იოდი ვეღარ შემოვა და ვეღარ დაგუბდება იქ ფარსებრივ ჯირკვალში და ჩამოირეცხება ჩვეულებრივ გავა ორგანიზმიდან. ასე რომ რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ანუ ძალიან სასურველია რომ აფეთქების ზონიდან 10 კილომეტრზე მეტში იყო. ეგა ძალიან სასურველია, ან მაქსიმალურად უნდა მოცილდე, მანქანაში არ უნდა დარჩე, ყოველთვის ჯობია რომ შენობაში იყო აფეთქების დროს, ეგ არის ოქროს წესი.
საკვები დაკონსერვებული და ეგეთი საკვების მიღება ყველაზე კარგი, ანუ გარედან არაფერი არ უნდა შემოიტანო. მოკლედ პირველი 3 დღე თუ გაჩერდები თავშესაფარში, ბუნკერში, ეგ იქნება საუკეთესო. მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციებში 2 დღეში ამოსვლა გაშია სიტუაციას, გაშია მდგომარეობას რა. მაგრამ 3 დღე ყველაზე კარგია, 7 დღე კიდე საერთოდ საუკეთესოა, პრაქტიკულად ძალიან მცირე რადიაციას მიიღებს ადამიანი. თუმცა რაღაც რადიაციას მაინც მიიღებს, მაგრამ უნდა გაცილდეს, რა თქმა უნდა, იქაურობას მაქსიმალურად, რამდენადაც შეუძლია ადამიანს. ხო, და კიდე არის ხოლმე კითხვები ბირთვულ ზამთარზე. ბირთვული ზამთარი ხო არ დადგება, რას ნიშნავს ბირთვული ზამთარი, რომ ანუ დიდი აფეთქებების შედეგად ეს მტვერი და ნაწილაკები ჰაერში იმდენ დაგროვდება, რომ მზის ხივს ვეღარ შემოატანს და აცივდება დედამიწაზე და დაიწყება ზამთარი და დაიწყება შიმშილი, ვეღარ მოვა, ვერაფერი გაიხარებს და ესე. ბირთვული ზამთარის რისკი არის თუ უზარმაზარ ბირთვულ ომს დაიწყებს კაცობრიობა, ანუ ერთმანეთს ბირთვული იარაღებით დაარტყავენ მუდმივად ეგრე. თუ 1-2 სადმე გამოიყენებენ ბირთვული იარაღს, მაშინ მაგას ბირთვული ზამთარი არ მოყვება. თუ მასობრივად მოხდება, მაშინ კი. ხო, ეგ არის. ანუ ჯამში რო შევაჯამოთ, მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რაც შეიძლება ქვევით ჩავიდეს ადამიანი, რაც შეიძლება სქელი კედლები იყოს, რაც შეიძლება იზოლირებული იყოს. პირველი 7 დღე თუ გაჩერდება იდეალურია, პირველი 3 დღე მაინც ძალიან კარგია და შემდეგ უკვე მაქსიმალურად მოცილდეს რადიაციის ზომას და სამედიცინო დახმარების ცენტრს უნდა მიმართოს. თუ რადიაციული დაბინძურება აქვს ადამიანს, ან გარემოში იყოს ძალიან ძლიერი რადიაცია, გაიხადოს საკმაოდ სასწრაფოდ ყველაფერი, პარკში მოათავსოს, დახუროს ის პარკი მერე გადააგდოს უნდა, დაიბანოს ყველაფერი და ესე. ხო, კალიუმის იოდიდის ზოგჯერ შველის. ახლა ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ვისაც გინდათ მხარდაჭერა, მოკლედ მაგისთვის მაქვს პატრეონი და შეგიძლიათ რომ ფინანსურადაც დონაციები გააკეთოთ და პატრეონზე და მიჭიროთ მხარი. ვისაც ისე გაქვთ სურვილი რომ არცხის განვითარებას მხარი დაუჭიროთ, დალაიქეთ, გამოწერეთ ან დაკომენტარეთ, ან ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა ინტერესისთვის.